მე მინდა დავაწყნარო თითოეული ჩვენი მოქალაქე და ვუთხრა რომ რაც დაწვეს ის მიუვიდათ. შესაბამისად ძალიან მარტივია, როდესაც თქვენ ჩვენ სახში გვეყენია გათბობის, ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც დავაყენეთ თქვათ 45 გრადუსზე კიდევ ერთი მითია რომ აი შარშანაც 45 გრადუსზე მეყენა და მომივიდა თქვათ 100 ლარი და წელსაც 45 გრადუსზე მომივიდა და მეყენა და მომივიდა 160 ლარი. თავარი ფაქტორი არის გარე ტემპერატურა. ანუ როდესაც გარეთ არის -4 ან -6 და გვიყენია 45 გრადუსზე, მეტი გაზი დაიწვება, რადგან გაგვითბოს 45 გრადუსამდე აიყვანოს, ასე ვთქვათ, წყლის ტემპერატურა და გაათბოს, ცენტრალური გათბობის, რაც მე ცირკულირდება სახში და როდესაც არის +6 და +8 გარეთ და 45 გრადუსზე გვიყენია, რა თქმა უნდა, ნაკლები გაზი დაიწვება. ერთხელ და სამუდამოდ, ასე ვთქვათ, ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რომ ადამიანი რასაც წვავს და რასაც აღრიცხავს მრიცხველი, ის მიდის, ეს იქნება იანვარი თუ ეს იქნება აგვისტო. მითი პირველი ალბათ ხშირად გაგიგია თქვენს, ხშირად ხვდებათ სოციალურ მედიაში ჰაერს ურევენ, ალბათ, ხო? მე მინდა აუხსნა თითოეულ ჩვენს მომხმარებელს, რომ ბუნებრივი აირის ქსელი არის გერმეტული და ბუნებრივი აირის ქსელში მოდის მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი აირი და მასში ჰაერის შერევა, როდესაც ნებისმიერი დიასახლის ნებისმიერი ადამიანი ანთებს გასქურას და იქ მილში იქნება ჟანგბადი შერეული, მოხდება დაუყოვნებლივი აფეთქება. და ნუ ჩათვალეთ კი, ეს ბუნებრივი რეაქცია, იმიტომ რომ როდესაც გასქურას მოუშვებთ, მარტივად მინდა მეაღვნიშნო და სამზარეულოში ვცდილობთ რომ ავანთოთ, იქ ჟანგბადია და გაზი, რომელიც რეაქციაში შედის და მაგიტომ ინთება ცეცხლი. მარტივად გასაგებენაზე. და როდესაც ეს ჟანგბადი იქნება მილებშიც, როდესაც ჩვენ მოუშვებთ ისევ გასქურას და მოუკიდებთ ცეცხლს, იმ მილში წავა რეაქცია და მთლიანად აფეთქდება, ამიტომ ეს არის შეუძლებელი. დავანგრიოთ ეს მითი, ასე ვთქვათ. მეორე მითი ეს არის, რაც მე ამ დღეებში მოვისმინე, რომ კონკრეტული პიროვნებებისგან, რომლებიც იცახია, რომ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული დიდთოვლიანობის შედეგად ჩამოცვენილი, ასე ვთქვათ, თოვლით, რომელიც მილს დაეცა და მოხდა გაჟონვა მრიცხველის შემდეგ. დაზიანება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვყავს 600,000 აბონენტი და ჩვენზე მეტი აბონენტი ყავს სოკარ ჯორჯია გაზ. შესაბამისად, როდესაც და ბუნებრივი აირი არის უფერო, უსუნო აირი, რომელსაც სპეციალურად ერევა ოდორანტი, რომ მისცეს სული. შესაბამისად, თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რომ იყოს მასიური, რომ ცვიოდეს თოვლი, ცვიოდეს, ასე ვთქვათ, ეცებოდეს გაზის მილებს მრიცხველის მერე, ნუ რა თქმა უნდა, ჩვენთან იქნებოდა ყოველწამიერი რიგები იდგებოდა ჩვენ საავარიო ტელეფონის ნომერზე, რომ მოდით გაჟონვა ბუნებრივი აირის სულს გრძნობ და ასე შემდეგ, რაც არ ყოფილა იანვრის თვეში, ჩვეულებრივად სტაბილურად მიდიოდა ყოველდღიური გამოძახებები საავარიოთ. მითი ნომერი 3. დაბალი ხარისხის გაზია. ესე ძალიან ხშირად მუსირებს ხოლმე, რომ გაზს არ აქვს შესაბამისი ხარისხი, ესე თვითონ მაყურებლებმა რომ გაიგონ. მე მინდა გითხრათ, რომ გაზის ხარისხს განსაზღვრავს კალორიულობა და სტანდარტით ეს არის 7900 კილოკალორია, რომელიც ნებისმიერ თქვენს მაყურებელს შეუძლია ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში შევიდეს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის საიტზე და იგდევს მათი ISO სერტიფიცირებული ლაბორატორიის ანალიზი, სადაც წერია ყოველდღიურად რა ხარისხის გაზი მიეწოდება თითოეულ სოციალურ მომხმარებელს თუ კომერციულ მომხმარებელს. მთელ საქართველოში როგორ ნაწილდება, ეს ეხლაც შეუძლიათ გადაამოწმონ, ნახონ, ეს არის მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მე მინდა სრულად გადაჭარბების გარეშე ვთქვა, ლაბორატორია, რომელიც აკეთებს გაზის ანალიზს. ეს მარტივად რომ ვთქვა და ამავე დროს მის ხარისხს და ხარისხის მონაცემები ყოველდღიურად ქვეყნდება.